სახლში 6 ქართველი ქალი ცხოვრობს. ისინი უკიდურესი გაჭირვების გამო ჩამოვიდნენ ამერიკაში. 24 საათი 7 დღე ამერიკელ მოხუცებს უვლიან და მთელს თანხა საქართველოში აღზრდიან. მათ თავიანთი ოჯახები 7-10 წელიწადი არის. სამაგეროდ საქართველოში სახელმწიფო მოხელის ვლადიმერ გუნტურიძის ერთი თვის ხელფასმა 18 ლარს გადააჭრა. ქალის ეკონომიკური დისკრიმინაცია ძალადობა და ქალის უფლებების შელახვა. შეაჩერე ძალადობა. ამ სახლში ცხოვრობს ქართველი ქალი, რომელიც ამერიკაში 13 წლის წინ ჩამოვიდა. ის 24 საათი 7 დღე მუშაობს და ამერიკელ მოხუცებს უვლის. მთელ თავის თანხას საქართველოში აგზავნის. მას მშობლები გარდაეცვალა, მაგრამ სახლში ვერ წავიდა. მაშინ, როდესაც ქართული ჩინოვნიკის ალექსანდრე მარკიშვილის ყოველდღიური ხელფასი 7.080 ლარია, ხოლო მისმა პრემიამ ბანკის განმავლობაში 26,000 ლარს გადააჭრა. ქალის ეკონომიკური დისკრიმინაციაც ძალადობაა და მისი უფლებების შელახვა. შეაჩერეთ ძალადობა. აქ ნიუ-იორკში ცხოვრობს ერთი ქართველი ქალი, რომელიც 8 წლის წინ წამოვიდა ამერიკაში. სახლში 3 თუ 7 და 24 საათი 7 დღე ამერიკელ მოხუცებს სამაგიეროდ საქართველოს სახელმწიფო ჩინოვნიკის გიორგი ზედელაშვილის ხელფასმა ერთ თვეში 31,760 ლარი შექმნა. ქალის ეკონომიკური დისკრიმინაცია ძალადობაა და ქალის უფლებების შეაჩერეთ ძალადობა. აქ ცხოვრობს ქართველი ქალბატონი, რომელიც 11 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოდან. ის ამერიკელ მოხუცს უვლის 24 საათი 7 დღე კვირაში. თავად მძიმე დავადაა, მაგრამ სამუშაოს თავს ვერ ანებებს, რადგან მის ოჯახს საქართველოში შიმშილითა და სიცივით სიკვდილი ელოდება. სამაგიეროდ ყოფილი ჩინოვნიკის მაია ფანჯიკიძის თვიური ხელფასი 3,000-ზე მეტს, სახელფასო დანამატი 2,000-ზე მეტს, პრემია კი 6,000-ზე მეტ ლარს შეადგენდა. ქალის ეკონომიკური დისკრიმინაციაც ძალადობა და მისი უფლებების შელახვა. შეაჩერეთ ძალადობა. ამ სახლში ცხოვრობს ქართველი ქალი, რომელიც ამერიკაში 15 წლის წინ ჩამოვიდა. იგი 24 საათი 7 დღე ამერიკელ მოხუცებს უვლის და მუშაობს. მაშვილი გარდაეცვალა საქართველოში, მაგრამ დასაფლავებაზე ვერ ჩავიდა. მაშინ, როდესაც ქართული ჩინოვნიკის დავით გალიგაშვილის ყოველთვიური ხელფასი 2,700 ლარზე მეტია, ხოლო 3,559 დოლარიანი კრედიტის დასაფარავად ის ყოველთვიურად 9,159 ლარს. ქალის ეკონომიკური დისკრიმინაციაც ძალადობაა და მისი უფლებების შელახვა. შეაჩერეთ ძალადობა. ამერიკაში ცხოვრობს ქართველი ქალი, რომელიც აქ 5 წლის წინათ ჩამოვიდა. მანამდე 4 წელი საბერძნეთში მუშაობდა. მანამდე თურქეთში 3 წელი, მანამდე რუსეთში 2 წელი. 24 საათი 7 დღე მუშაობს და მთელ თავის დანაზოგს თავის ოჯახსა და სამშობლოს უსწრებს, მაგრამ სახლში ვერ ბრუნდება. სამაგიეროდ ბიუჯეტიდან დაფინანსებული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი საქართველოს უმდიდრეს ოლიგარქს ჩუქნის საათს, რომლის საშუალო ღირებულებაც 35,000 ლარზე მეტია. ქალის ეკონომიკური დისკრიმინაცია ძალადობაა და ქალის უფლებების შელახვა. შეაჩერე ძალადობა.